სპეციალისტები წელს უძრავი ქონების ბაზრის მნიშვნელოვან ზრდასელიან. Როგორც გალთენთ თაგარტი წერს, სწორედ წელს იგეგმება მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება. მაგალითად, თბილისში ეს მაჩვენებელი 35,000 მიაღწევს, მაშინ როდესაც 2025 წელს 18,000 ბინის მშენებლობა დასრულდა. ზრდა მოსალოდნელია ზღვისპირა ქალაქშიც, სადაც წელს 18,000 ბინის მშენებლობის დასრულება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სამშენებლო ნებართვები 11,400,000 კვადრატულ მეტრზეა გაცემული. რეგიონების მიხედვით პირველ ადგილზე ტრადიციულად დედაქალაქია, მეორეზე კი აჭარა. მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 77% კი ტრადიციულად საცხოვრებელ შენობებს უკავია. წლის ბოლომდე საქართველოში 224,75 მიასედი მეგავატი სიმძლავრის ქარის 2 ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში. მათგან ერთი გორში, მეორე კი რუისში. ორივე სადგური წლიურად 821 მილიონ კილოვატ-საათს გამოიმუშავებს. მთავრობის გაცემული ინფორმაციით კი ამ დროისთვის სახელმწიფოს ქარის ელექტროსადგურების მოწყობაზე ბიზნესთან 34 პროექტზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მათგან 29 კვლევის, 5 კი მშენებლობის ეტაპზეა. ქვეყანაში 2031 წლამდე მთლიანობაში დაგეგმილია დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის, 1700 მეგავატი მზის და 1000 მეგავატი ჰიდროელექტრიკული პროექტების განხორციელება. 2036 წლისთვის კი სისტემას მარეგულირებელი ელექტროსადგურების ჩათვლით დაახლოებით 2800 მეგავატი დაემატება და ჯამური დადგმული სიმძლავრე 11,500 მეგავატს მიაღწევს. კაკლისა და ნუშის სექტორის განვითარებისთვის ახალი დარგობრივი საბჭო იქმნება. მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, გამოწვევების იდენტიფიცირება და დარგის კოორდინირებული განვითარებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ კაკლისა და ნუშის წარმოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი აქვს როგორც შიდა ბაზრის უზრუნველყოფაში, ასევე ექსპორტის ზრდაში. საბჭოს სექტორში არსებული პრობლემების სისტემურ განხილვას, სიახლეების გაცვლას და ფერმერებისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავებას უზრუნველყოფს. ქართულ დაფნაზე მოთხოვნა გაიზარდა. 2026 წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 2800 ტონა დაფნის ფოთოლი, საიდანაც საქართველომ 12 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით დაფნის ექსპორტის რაოდენობა 86%-ით, ღირებულება კი 80%-ითაა გაზრდილი. ძირითადი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია, მეორე ადგილზე კი რუსეთია. ახლო აღმოსავლეთის ომმა საქართველოში გამოწვევების წინაშე დააყენა სამკერვალო საწარმოები. კომპანია IBCCS ტაქსში ამბობენ, რომ ირანში სამხედრო კონფლიქტმა არამხოლოდ ტურისტების მხრიდან შეამცირა შესყიდვები, არამედ შეცვალა ადგილობრივი მომხმარებლების ქცევაც, კერძოდ მომხმარებელი უფრო მოზომილი და თავშეკავებული გახდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენისას, რადგან ეს ნივთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს არ წარმოადგენს. ახლო აღმოსავლეთის ომმა დაბრკოლებები შექმნა წარმოების თვალსაზრისითაც, ვინაიდან ქართული მოდის ინდუსტრია სრულად დამოკიდებულია ნედლეულის იმპორტზე, სამკერვალო საწარმოებს გაეზარდათ სახარჯი მასალების თვითღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯები და დრო. სექტორში ელიან, რომ ომის დასრულების შემდეგ წარმოების ხარჯების შემსუბუქდება, თუმცა ნაკლებად ვარაუდობენ, რომ მაჩვენებელი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. ხელით შექმნილი მინიატურული სახლები და ფასადები, ჰობი, რომელიც ბიზნესად იქცა ქართულ მომხმარებელში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ორი თვეა ანოს სახელოსნო ბაზარზე გამოჩნდა და როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ამბობს, კონკურენციის მიუხედავად ნამუშევრებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებელს შეუძლია მზანაკეთობები შეიძინოს და ასევე მისთვის სასურველი მინიატურული მაკეტი დაამზადოს. სამომავლოდ კომპანია გაყიდვების ზრდის პარალელურად სახელოსნოს მოწყობას და ხის აქსესუარების წარმოებას გეგმავს.